ჰეი ხალხო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდი პირდაპირ გეტყვით, ეს ვიდეო გადავიღე ზუსტად 7 თვის წინ. დიახ, არ მოგესმართ. ზუსტად 7 თვის წინ. მოკლედ რომ გითხრათ, ჩემი ერთ-ერთი პირველი გამომწერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ კომპიუტერის ნაწილები ჰქონდა ნაყიდი. და რომ ამ ყველაფრის აწყობის სურვილი ჰქონდა. თხოვა დავხმარებოდი ამ კარგ საქმეში. მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი ამ ინიციატივას, გავუწოდე მოძმეს დახმარების ხელი და გადავიღეთ ძალიან მაგარი ვიდეო. როგორც უკვე იცით, YouTube-ზე მქონდა პატარა პაუზა და ამ პაუზის დამსახურებით ეს ვიდეო მასალა მუცლულად ინახებოდა ჩემი ერთ-ერთი მყარი დისკის ერთ-ერთ მიკარგულ ფაილში იმის იმედად რომ ოდესმე დავამონტაჟებდი. ახლა კი, როცა დავბრუნდი და მზად ვარ უფრო რეგულარულად ვაკეთო კონტენტი, გადავწყვიტე რომ ეს ძველი განძი საბოლოოდ დავამუშაო, გამოვიტანოთ დღის შუქზე და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ გაგიზიაროთ. ასე რომ მოემზადეთ წარსულში მოგზაურობისთვის, წავედით. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პატარა საინტერესო სეტაპის აწყობის ვიდეოს. ჩემი პირველი გამომწერი, სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ. გამომეხმაურა, მას რაღაცა რჩევები მივეცი და მიუხედავად ჩემი რჩევებისა, მაინც თავისებურად აწყო სისტემა. ამიტომ ხო, თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე, აწყო სეტაპი, რომელიც მას მოსწონდა და მთხოვა რომ აგვეწყო ეს ყველაფერი ვიდეოში. რატომაც არა თქო უთხარი და გვაქვს საინტერესო დეტალები. როგორც მივხვდით, სისტემა იქნება თავიდან ბოლომდე თეთრი, რაც არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩემი პირველი სისტემა იქნება, რომელსაც თეთრფერში ავაწყო, ყოველთვის მინდოდა, ჩემთვის მინდოდა ყოველთვის თეთრი სეტაპი მქონოდა, მაგრამ ყოველთვის უფრო ძვირი ღირს. ამიტომ არასდროს არ მიყიდია. დავიწყოთ დეტალების განხილვით. პროცესორი, რომლის ბაზაზე ჩვენ ავაწყობთ დღევანდელ სისტემას, არის Ryzen 7700X, 8 ბირთვიანი, 16 ნაკადიანი, მაქსიმალური boost clock-ი აქვს 5.4 GHz, თუ არ ვცდები, ხო 5.4 GHz, base-ი აქვს 4.5, gaming CPU იყო, მანამ სანამ 7800 X3D გამოვიდოდა და 7800 X3D რო გამოვიდა, მე ამ CPU-ს gaming-ისთვის თითქმის არავინ არ ყიდულობდა. პროდუქტიულობისთვის და სხვა სამუშაოებისთვის მინდაო და ჩემი აზრით მომავალში upgrade-ი მოუწევს, მაგრამ CPU გვექნება ეს. რაც შეეხება RAM-ს. RAM-ი დღეს გვექნება დომინატორი, რაღაც overkill RAM-ი აქვს ნაყიდი, Corsair დომინატორი, ტიტანიუმი, 64 GB, 6000 Hz-იანი, 2 სტიკი. ისეთი overkill-ია, რომ არ ვიცი, Zaporožets რო დაუყენო 6.0 ბიტურბო ძრავი, რაღაცა არ ვიცი, რაღაც ეგეთია რა. ჩემი აზრით ზედმეტია ეს ამ სეტაპისთვის, თუმცა upgrade room-ი აქვს, პლუს XMP გაქვს ნაყიდი, Expo არა გაქვს ნაყიდი. თუმცა DOCP-ს ჩავთავთ და წესით უნდა იმუშაოს ყველაფერმა რიგიანად. RAM-ი ძალიან კაია, მინიმუმ სანამ უფრო დახვეწილი ტიპის 8000 Hz-იანი RAM-ები არ გამოვა. მანამდე ამ RAM-ის შეცვლა არ მოუწევს რა. CL რამდენი აქვს ამას? ეხლა ზუსტად არ ვიცი. CL 30. კი ბატონო. სტანდარტული მშვენიერი RAM-ი არის. რისი upgrade-იც არ მოუწევს ეს RAM-ია მომავალში. ვიდეო ბარათი. ვიდეო ბარათზე შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ. ეს არის ვიდეო ბარათი, რომელიც გეიმინგისთვის, budget gaming-ისთვის არის კარგი. ის ძალიან ენერგოეფექტურია. აქვს DLSS 3-ის და AV1 ენკოდერის მხარდაჭერა, რაც ერთი შეხედვით Full HD gaming-ისთვის იდეალურ ვარიანტად წარმოგვიდგება. თუმცა, რეალურად ბარათი გამოსვლის პერიოდში ვერ უძლებდა კრიტიკას, რადგან წინა თაობის ბარათებთან შედარებით, როგორიცაა 3060 Ti, 3070, პერფორმანსში გაუმჯობესება იყო ძალიან მიზერული. ასევე ვინც არიცით ამ ბარათს ყავდა თავისი წინამორბედი ვერსია 4060 Ti 8 GB-იანი და გაუმჯობესება გააკეთეს მხოლოდ VRAM-ში. თუმცა სიჩქარე დატოვეს იგივე 128 bit ბასი, რაც შემზღუდავ ფაქტორად დარჩა როგორც 8 GB-იანი ბარათებისთვის, ასევე 16 GB-იანი ბარათებისთვის, თუ ვინმეს მოუნდება ამ ბარათით 2K gaming-ი. შედეგად, 16 GB-იან და 8 GB-იან 4060 Ti ბარათებს შორის სხვაობა არის ძალიან მიზერული. და იგივე პრობლემა დგება, რაც 30 სერიის ბარათებთან მიმართებაში. ბარათი კრიტიკას ვერ უძლებდა ასევე იმიტომ, რომ ფასის ზრდა ამ ბარათებს შორის
შესაბამისობაში ვერ მოდიოდა პერფორმანსის ზრდასთან. და ეს იყო ზუსტად ამ ბარათების ყველაზე დიდი პრობლემა. რაც შეეხება მაზერს. მაზერი არის ძალიან ლამაზი, ჩემი აზრით, აი 10-დან 10 ესთეტიკაში რა მაზერს. იმიტომ რომ თეთრი ფერის არის, ეს მაზერი არის NZXT N7B 650i. ამაზერზე ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ წარმოებული არის ASRock-ის მიერ, ну AOM თუ AOM თუ როგორ გამოითქვა, არ ვიცი. წარმოებელი არის უცვლელ ჩიპსეტის და სხვა დანარჩენი კომპონენტების არის ASRock-ი, თუმცა ესთეტიკას და დიზაინს აძლევს NZXT და უშვებს ამ მაზერს. ოდნავ ფასნამატით, თუმცა ну ჩემი აზრით ძალიან კარგი არის. რაც აქვს კარგი, ეს არის 16+2+2 ლეინები აქვს, თუ 16+4+4 თუ არ ვწდები, პროცესორის სოკეტიდან და როგორც ბარათის სლოტი, ასევე M2-ის პირველი სლოტი აქვს PCI 5.0. Lane sharing-ი არა აქვს, იმიტომ რომ აქ თუ X16-ს დააყენებთ მეორე ეს სლოტი არ იმუშავებს ფიზიკურად და B650 არის ამისი წინამორბედი და B650i არის ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია. ხო. კვებაზე 1200 ვატიანი კვება რაც უნდა არ ვიცი, თუმცა 1200 ვატიანი კვება ასევე headroom-ი ექნება მომავლისთვის მინიმუმ 5 წელი არ მოუწევს კვების შეცვლა. კვებას და რამს ხელს არ მოკიდებს მინიმუმ 5 წელი. და რაც შეეხება გაგრილებას. კი, რა თქმა უნდა, Ryzen 7 ეს პროცესორი ძალიან ცხელი არის, ცხელდება, მაგრამ მაინც ამ სისტემისთვის 360 მილიმეტრიანი AIO თან კრაკენი, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ტოპ AIO, ალბათ არის მაინც overkill-ი, ჩემი აზრით. 240-იანზე დავზოგავდი ფულს და დავამატებდი მაგალითად. ეხლა 32 გიგაბაიტი რო იყიდა ეს, სრულიად საკმარისი იქნებოდა გეიმინგისთვის და ნუ რაღაცა საოპერაციო საქმიანობებისთვისაც სრულიად საკმარისი იქნებოდა. დავზოგავდი თანხას RAM-ზე, AIO-ზე და დავამატებდი, რადგან ესეთი კვება მაქვს ნაკიდი და მაზერის შეცვლა არის ყოველთვის upgrade-ის დროს ყველაზე პრობლემური, იმიტომ რომ მთელი სისტემის დაშლა გიწევს. დავაპგრეიდებდი ან მაზერს, ან GPU-ს ვიყიდდი ოდნავ უკეთეს. $100 მეტს დავამატებდი, რაც იქნებოდა ლეგიტიმური და ლოგიკური და ვიყიდდი 4070-ს. საჩუქრად ამ ყველაფერს ამ შენაძენს მოყვა Corsair-ის ფანები, 2 ცალი, რასაც თავისი კონტროლერი აქვს შიგნით, როგორც უკვე შევამოწმე, ეს კონტროლერი იქნება მუშა, იმიტომ რომ რაღაცა გადამყვანები არ დაგჭირდება და ამასაც ჩვეულებრივად დავაყენებთ და ასევე გვაქვს კაბელები, Asia Horse-ის კაბელები, კაბელ მენეჯმენტისთვის, სავარაუდოდ braided კაბელები არის, ნაჭრის ის რო აქვს, ხო, გარედან. кейსი არის თეთრი ფერის H9-ელითი, dual chamber-ი, რომელშიც კვების ბლოკი ყენდება უკან და შიგნით ეს кейსი როგორც ჩანს იძლევა იმ შესაძლებლობას რომ კაბელები ძალიან კარგად დავმალოთ და ეს თავიდან ბოლომდე ესთეტიური ბილდი ავაწყოთ. მოყვება 4, არ ვიცი ეს RGB ფანები არის თუ არა, RGB ფანებია? 3 RGB-ია და ეს URGB. ეს RGB-ის გარეშეა 3, რომელიც მოყვება არის RGB ფანები და ჯამში გვექნება იდეაში ჯამში გვექნება 2 ქვემოთ 3, 8, 9. შეგვიძლია გავაკეთოთ დადებითი airflow, სადაც 5 იქნება შემტანი და 4 გარეთ გაიტანს ცხელ ჰაერს. იმიტომ რომ ნეგატიურს მე ყოველთვის დადებითი მირჩევნია, უფრო მეტი სუფთა ჰაერი შევიტანოთ, გრილი ჰაერი შეგინით, რათა სისტემა იყოს გრილი. მოკლედ დავიწყოთ, ნელ-ნელა გადავბარგდეთ იქეთ, გადმოვდოთ ჩვენი кейსი სამუშაო მაგიდასთან, რომელიც ჩვენ საგანგებოდ მოვამზადეთ და შევუდგეთ რაღაც საინტერესოს გაკეთებას. წავედით. ხო, როგორც უკვე გითხარით, ჩემი პირველი გამომწერია. საჩუქრად გადავცემ კიდე რაღაცებს, ჩემს გამომწერს და ნახოთ რა. აქ გადმოვიტანთ ახლა ყველაფერს. პირველ რიგში დაგჭირდება кейსი. кейსი, რომელიც დადგება აი აქ და დავიწყებთ აწყობას. აი, ესე დავაწყოთ, დავაწვინოთ. აი, ამას backplate-ი აქვს თუ არა, არ ვიცი. სავარაუდოდ ექნება. შეიძლება არა აქვს.
ჩვენი ულამაზესი motherboard-ი. ვაუ! მინიმალისტური დიზაინი, ჩემო მეგობრებო. მაქსიმალური მინიმალიზმი და დახვეწილი დიზაინი. აი Mercedes-ზე რო ამბობენ, რომ Mercedes-ი ადამიანია, ეგეთი არა NZX-ი ადამიანი. აი, ეს გადავიტანოთ, ჩემო მეგობარო. და ავედით. Backplate-ი აქ თუ არა, არ ვიცი ზუსტად. არ აქვს. აი, ეს რო დახურულია. ამას რო აქვს რაღაცა დამცავი რკინა, ეგ არის backplate. აი, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, CPU და Thermalite-ის ბრეკეტი, რომელსაც დავაყენებთ და გამოვიყენებთ. დანა დაგჭირდება და ატვერკა. ცოტა ესე გავამოძრავოთ ჩადების მერე. რომ მიხვდე რომ თავის ადგილას ზის. შემდეგი ჩვენი კომპონენტი არის თვითონ ბრეკეტი. იგივენაირად უნდა გავამოძრავოთ, რათა მივხვდეთ რომ ყველაფერი თავის ადგილას არის და წავიდით. ჯვარედინად საბურავებს ვინც ხშირად ხსნით და აკეთებთ, ან ვისაც ხშირად გეშვებათ საბურავი, ალბათ გეცოდინებათ რომ ჯვარედინად დაჭერის დროს ყველაზე კარგად ეჭირება თანაბრად. იგივე პრინციპი აქაც. 3-ჯერ დავუჭერ აქ, 3-ჯერ აქ, 3-ჯერ ზემოთან მარცხენა კუთხეში. შემდეგი კომპონენტები არის ტოპ რამები, რომელიც მე არასდროს არ მქონია. დომინატორი. ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ყოველთვის G-Skills ვყიდულობდი, იმიტომ რომ უფრო ბიუჯეტურია. ხო, ეს, რავი, ფლობელის ხელი თუ შემოვა, აცალე რა. კამერის წინ არ უნდა გამოჩენა, მაგრამ ხელი. ცოტა აი აგერ აქ, აი. და ევრეს მეავაცლე. ძალიან საყვარლობა. ესეც You touch my thalala. ეგეთი რამებია რა. რამები რა თქმა უნდა პირდაპირ ესე უნდა ვესროლოთ და თავისით ჩაჯდება. არა, ეგრე არ უნდა ვქნათ. რამებიც ესე უნდა ავზომოთ. ესე არ ჯდება და მე მიხვდებით რომ ესე ჯდება. უნდა ჩავსვათ A2 B2-ში. ყოველთვის. ნუ იდეაში ყოველთვის არის დამოკიდებული წარმოებლის მენიუალზე. და ამიტომ წინასწარ ვერ გაიგებ. მაგრამ როგორც წესი A2 B2-ია. ეს ჩატკაცუნდება. როგორც შალაბანი ძმაკაცის პლოპინა თავზე და ეგ არის მზადარე. სილამაზის ეტალონი, ჩემი აზრით. კაია. კაი, ეხა თერმოპასტა. ეგ თერმოპასტა მე ხო ნახავ მაქვს თუ არა, მგონი მეც ეგ მაქვს, მაგრამ თუ არ მაქვს, სხვა თუ მაქვს, ეგ სხვა წაუსვით. კინგპინი. ჩვენი კინგპინი. დავასაჩუქრეთ ჩვენი მეგობარი და კინგპინის თერმოპასტა გამოვიყენოთ. თერმოპასტას რა თქმა უნდა, როგორც ვიცით, ვიყენებთ თავისი ნიჩბის დახმარებით. პატარა კოვზუკა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ ნიჩაბი, ხო შეგიძლია შუაში და აი თანაბრად რაღაცნაირად გადაანაწილო თერმოპასტა და როცა უკვე გაგრილების პლეიტი, რასაც ქვია რა, დააწვება, გაშლის ალბათ თავისით ვიფიქრებთ, მაგრამ ნახეთ რა ხდება, ეგ იყო ძველ პროცესორებზე აქტუალური ეგ მეთოდოლოგია. ახალი პროცესორები Intel-ის შემთხვევაში არის უკვე მართკუთხა, კვადრატის ფორმა არა აქვს. თანაბრად შეიძლება არ გაიშალოს და რაღაცა კუთხები დარჩეს დაუფარავი. იგივე მიზეზით, მსგავსი პატარა ნიჩბით უნდა გავშალოთ AM5-ის სოკეტზე არსებულ პროცესორებზეც, რადგან სპეციფიური გეომეტრია აქვს და შუაში დასხმული თერმოპასტა შეიძლება ამ ზედაპირზე თანაბრად აი ამ კუთხეებში არ გადანაწილდეს. რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამბავია, რათა გაგრილდეს ჩვენი პროცესორი. თერმოპასტის დანიშნულება თავიდან ბოლომდე არის ის, რომ გაგრილების სპილენძის ან სხვა მეტალის ზედაპირი, რომელიც ეხება უშუალოდ პროცესორს, არ არის იდეალური რელიეფის.
მიკროსკოპულ დონეზე მას აქვს რელიეფური დეფორმაციები. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პროცესორის ზედაპირზეც. რადგან აქ ხედავთ რომ ამოტვიფრულია რაღაცა ასოები, ასევე თვითონ ეს მეტალიც არ არის ისეთ იდეალურ დონეზე დამუშავებული, რომ იყოს რაღაცა აბსოლუტური სიგლუვე და შესაბამისად თერმოპასტა ეხმარება ამ სივრცეების ამოვსებაში, გაგრილების გამტარიანობაში, რათა იქ კონტაქტი იყოს სრულფასოვანი. ამიტომ კინგპინის თერმოპასტა ერთ-ერთი იდეალურია ამ კუთხით და ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მთლიან ზედაპირზე თანაბრად გადაუსვათ. ამიტომ ამას ისე მოეკიდებით, რომ პროსტ დავასხი, დავადე, დავაწებე და всё. არა, ეს მნიშვნელოვანი ამბავია. შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მაზერი ჩავაყენოთ ჩვენს кейსში. ბიჭო, ჩემი აზრით აქეთ უნდა წავიდეთ. რთული ამბავია, მეგობრებო. არ არის ყველაზე user friendly დიზაინი кейსის ყოფის გახსნის. ყოვლად უსარგებლო მენუალია. არაფერი ამაში არ წერია. 2000 years later. ეგარი. ზემოთ უნდა გვიწი. ვადა! Wow. Very beautiful. აგერ არის? ის არის სტენდი ამისთვის? რა გინდა არა აქ ამას ამ GPU-ს არ ექნება საგი ხა რა. გავუკეთოთ მაინც. პროსტა რაზე უნდა დააყენო? ფანის კუთხეზე კი, მაგრამ აქ ხელა არის ეგ მე რა შენ გააკეთე? 125 მმ-ზე. ანახე? ყოველთ მაგას ვიდეოში მოგამოვაჭე. პასტა გავაკეთე. ქართული know-how. ანტისაკ ბრეკეტი. აბაპატენტეთ. კი ბატონო. მოკლედ, ეხა გვექნება კაბელების წინასწარ გაკეთება, ანუ წინასწარ გავუკეთებ კაბელებს, რომ მე იქ ხელის შეყოფა არ მომიწევს, როცა უზარმაზარ კრაკენს დავაყენებ და პრობლემა არ შემექმნას ამ მიმართულებით. დანარჩენი უნდა გადავწყვიტო, რომელი კაბელები გამოვიყენოთ. შევხედავთ, აბა. ჩემი აზრით, ამასაც თვითონ სტოკ კაბელები რაც აქვს, გარედან ნაჭერში არის შეხვეული და ჩემი აზრით ლამაზია. სიმართლე გითხრათ, მაინც ვურჩევ, რომ სტოკ თავისი კაბელები გამოიყენოს. რადგან ეს PCU-ს მწარმოებლის რეკომენდაცია არის რა. ყოველთვის. მაგრამ თუ სურვილი ექნება, ეხლა პატარა თათბირს გავაკეთებთ და თუ სურვილი ექნება, აზიახოს დავაყენებთ რა თქმა უნდა. კაბელის ხარისხზე რა შეიძლება ვთქვათ? NZX Team რეალურად თანხა არ დაზოგა კაბელებში, მინდა გითხრათ. იმდენად კაი ხარისხია, აი კონექტორების თავები იმდენად იდეალურად არის გაპრიალებული და იდეალური წახნაგები აქვს, რომ Be Quiet-ის კვება მაქვს, კიდე რომელი კვება მქონდა ადრე, Evgas კვებები მქონდა ბევრი, Evgas კვება კარგი იყო კი, მაგრამ აი ესეთი დეტალიზაცია რაღაცებში მე არ შემხედრია. მე ძალიან მომწონს ეს კაბელები და Asia Horse რაც შეეხება. კი, ესეც კაი კაბელებია, თუმცა დავაყენოთ. ესთეტიკის გამო და თუ რამე პრობლემა მოგცა, მე დავსვაპავთ რა, ეგ არ არის პრობლემა. აუ რა კარგად ჩაჯდაჩი. მე კიდე ჩემს სისტემაში იმენა ვეჭიდავე, აქ ერთი ხელის მოსმით ჩაჯდა. Power supply-ს რაც მოყვა, ეგ კაბელები გამოვიყენე მე და როგორი უხეშია, იცი მაგას ვიდეოშიც ვამბობ, რომ აი ისეთი უხეში კაბელები აქვს, რომ შემაზიზღა ყველაფრის გაკეთება. ესე ვერ კეცავდი. აქ ესე მარტივად რო ჩატყაც უნდა, ერთ-ერთში რო დააჯდა, მეთქი საღოლ. თან ნახე რა მარტივად ამოვიდა. ამის ამოღება ეს ერთი ხელით ცხოვრებაში არ გამიკეთებია. Smooth. აი, წამოვაყენეთ ახლა ჩვენი ცუდი ბიჭი. ახლა უკანა პანელი უნდა მოხსნათ ერთი. აი. უკანა მხრიდან, რადგან dual chamber-ია, აქვს მხოლოდ ორი ვინტი. ამ ორ ვინტს მოხსნით თუ არა. ეს ეხსნება
გამოდის მაგაცურად. ხო, აქ რა ხდება ახლა? წინასწარ არის კაბელ მენეჯმენტი გაკეთებული. ამიტომ ეს კაია, რადგან შეტანის არის, იმიტომ რომ ეს სამი ფანი ზემოთ აუშვებს AIOS ფანები, რომელიც ამოდის ზემოთ აუშვებს გაცხელებულ HR-ს, რაც უზრუნველყოფს იმაშს, რომ кейსის შიგნით საკმარისი გრილი HR იყოს. როგორი მონსტრია, იცი, აი კრაკენი ამოვიდა მართლა იმიდან, უფსკრულიდან, ოკეანის სიღრმეებიდან. ეს ნახეთ, თან ის კრაკენია, ახალი ფანები, რომელსაც უყენია, სადაც ფანები თვითონ გაერთიანებულია. მე ამისი დიდი ფანი არ ვარ, იმიტომ რომ ერთი ფანი რო გამიფუჭდეს, მთლიანად ამას ვაგდებ და ეს არ მომწონს, მაგრამ ალბათ რესურსი იმდენი აქვს, რომ გათვლა აქვს, რომ საერთოდ არ გაფუჭდება. ალბათ. სხვა ახსნას ვერ ვეძებ, რატო არ უნდა მომცე შესაძლებლობა, რომ ცალ-ცალკე ფანები მქონდეს. ხო, 120 მილიმეტრიანი ფანები გვაქვს. იდეალური რადიატორი. ვაუ. იდეალური სურნელი აქვს. ვაუ. კაი. ეს მეორადია? არა, ეს და საქართველოში. დუბლი ნომერი 2. როგორ ეშილია? აი, გამოვრთოთ ახლა.